გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს მეორე ფაზა თელავში. გიორგი უშიკიშვილის თავის მართლება მომღერალი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებას არ დათანხმდებოდა, თუმცა ჟურნალისტური ექსპერიმენტი საპირისპიროს ამტკიცებს. სასტუმროს ადმინისტრაცია რუსების მიღებაზე დათანხმდა, რუსეთის მოქალაქეების სასტუმროშიც იმყოფებოდნენ და ადმინისტრაციამ ისიც დაადასტურა, რომ ამ ქვეყნიდან სტუმრები ხშირად ყავთ. გიორგი უშიკიშვილს გადაღებული და ჩაწერილი მასალა ამ ხელს. ახეთში მე მაქვს სასტუმრო და იქ როდესაც რუსები რეკავენ ხოლმე რაღაცა ან ღონისძიებონოთ ან ქორწილი რაღაცა ყოველთვის ვამბობთ უარს და იმიტომ რომ იქ ახმეტას რომ გასწრებ პირველი სოფელია სადაც ცხოვრობდა გიორგი ანწუხელიძე და ეხლა ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავი რომ ეხლა მე იქ რუსებს რაღაცა ღონისძიება მოუწყვა. გამარჯობა. თქვენ დავუკავშირდით გიორგი უშიკიშვილის შადომარა. გამარჯობა, გისმენთ? მაინტერესებს ნომრები თუ არის თქვენთან შესაძლებელი, რომ დავჯავშნოთ რამდენიმე დღით. უცხოეთიდან ყავს ტურისტები და მინდა რომ გამოვშვა. რუსეთიდან არიან და აი მაგალითად ორ შაბათს გვაქვს რამდენიმე ნომერი თავისუფალი. რუსეთიდან არიან რა და ან ღვინის დეგუსტაცია, რაღაცა მსგავსი აქტივობები ხო არ გაქვთ? ჯერჯერობით დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ ღვინოები გვაქვს. არ იქნება წესით პრობლემა, რომ დავაგემოვნებინოთ ღვინოები. დავჯავშნოთ მაშინ. კარგი, არ არის პრობლემა. ხშირად ყავთ ისე უცხოელი სტუმრები? ძალიან ხშირად. საიდან მოდიან ხოლმე ყველაზე ხშირად? რა ვიცი, გერმანელები, პოლონელები, რუსები არიან ხოლმე. ქორწილებს, დაბადების დღეს, ისაც მოითხოვს მუსიკას, რუსულს და ასე შემდეგ, ასეთი მოთხოვნა ვისაც აქვს, მათ არ ასე ვთქვათ, უკეთებთ ასეთ ღონისძიებებს. ჩვენ რომ დავრეკეთ ვუთხარი, რომ რუსეთიდან არიან ტურისტების ჯგუფი და ჩვეულებრივად დაგვიჯავშნეს. არა, ეგ ტყუილია, აბა სად დაჯავშნეთ. დაარეკეთ ახლა თქვენ მაგალითად ექსპერიმენტი ჩაატარეთ. ექსპერიმენტი უკვე ჩავატარეთ და ჩანაწერი გვაქვს. უბრალოდ მაინტერესებდა თქვენ განცხადებასთან, რომ არ იყო თანხwebdriverში თქვენი სასტუმროს პოზიცია, რატომ გამოდის, რომ საზოგადოების ტყულში შეყვანა სცილობ. აბსოლუტურად თანხwebdriverშია ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენთან რუსული სიმღერები, ქორწილი, დაბადების დღეები არ ხდება და არ იქნება არასდროს. თუმცა რუსებისთვის კარი ღია. რუსებისთვის კარი ღია არა, ეს ყველასთვის ღიაა. მართველი გუნდის შეფასებით გიორგი უშიკიშვილი რუსოფობიაში წყალბია. უმრავლესობის წევრების განცხადებით კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის იყალბე დამახასიათებელია, რაც არაერთი ფაქტით დადასტურდა. იოტის ოდენადაც არ ვარ დაინტერესებული იმით თუ ვინ როგორ მართავს საკუთარ კერძო ბიზნესს. ეს ერთი. და მეორე, მე თუ სწორად ვიცი, უშიკიშვილს განცხადებული აქვს, რომ ღონისძიებებზე არ მიაქირავებს საკუთარ სივრცეს. სივრცეში იყო ეს დატოვა, ხო? გახსოვთ ძალიან კარგად 2025 წელს. ამიტომ არანაირ ანგარიშ ვალდებულებას არ ვსწრობ უშიკიშვილის ამა თუ იმ პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილი ნამდვილად კულტურის სფეროს წარმომადგენელია და მას აქვს კონკრეტული დამსახურება ამ მიმართულებით, ვიცით, რომ არის კონკრეტული ძალის კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მისი განცხადებით დასტურდება, რომ ნაცი ნაცობას არასდროს არ მოიშლის. ნაცი და ტყუილი ერთმანეთისთვის არის აბსოლუტური სინონიმები და ეს ტყუილები, როგორც კოლექტიური ნაცმოძრაობის მართულ ტელევიზიების იქნება, მართულ მედიას, რომ რამდენიმე წუთში თუ რამდენიმე საათში აუფეთქდება ხოლმე და თავისივე დადებულ ნაღმებზე თვითონ აფეთქდებიან, ზუსტად იგივე დაემართა უშიკიშვილსაც. ღიმილის მონგრელია, როცა ჩვენ ვისმენთ ამ რაღაც ორსახოვანებას ამ ადამიანების მხრიდან. და მარტივია, მათი მთავარი ღირებულება არის ფული. შეიძლება მათ არ ვიცი, სოციალურ მედიაში თუ ტელევიზიებში იდიდგულონ, რაღაც გულზე ჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ყიდიან. აფხაზეთსაც ყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსონასაც ყიდიან და ამის ზემოდან თუ საჭირო იქნება საკუთარ დედასაც გაყიდიან. ერთის მხრივ დიდგულობენ, გუძემ ჯიხს იცემენ და რაღაც ქართველობას და ანტირუსულ განწყობებს აჩენენ საქართველოში და მეორეს მხრივ არ ეთაკილებათ ცეკვა თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის იქ მოსკოვში, კრემლში გამოსვლები და ასე შემდეგ.
ნიკა გვარამია აფხაზეთს ტრამვულ მეხსიერებას უწოდებს. გვარამიას აფხაზეთზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამანდაშვილი კი ამბობს, რომ ბევრ რამეზე მოუწევთ მტკივნეული საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის ძალიან, მაგრამ ტრამვული მეხსიერება საფრთხის მომცველი არის, საფრთხის მატარებელი არის, ღუზასავით მუშაობს, წინარგიშვებს, განვითარებას ბლოკავს. მეზობელ სომხებს მრავალი ათეული წელი. ამ კაცს მე მაგიტო ვარ აღფრთოვანებული პაშინიანით. ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის დამარცხება ტრამვების და ეს გააკეთა მოკლევადაში, რაც ძალიან რთული ამბავია სინამდვილეში, ამას დეკადები ჭირდება, იმიტომ რომ ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში და ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში, მაგალითად არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან გადასვლის. თქვა რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთან და კი ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ თურქეთთან პრობლემა თუ გვინდა რომ კონდეს ეხატოს ეს არარატი, მაგრამ იქნებით ღარიბები და რუსეთზე მიმულები. თუ არ გვინდა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ ეს შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენ ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც გვექნება მეტი ფული პერსპექტივა რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით. იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით, ხო? რეალურად რომ ყარაბაღი ხო ჩაბარება იყო, ხო? იყო ომი, ასე შემდეგ გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა რომ ნუ მომაშორეთ. წაიღეთ. ძალიან ბევრ რამეზე მოგვიწევს მათ შორის მტკივნეული საუბარი წარსულთან დაკავშირებითაც საქართველოს სულ უფრო მეტად დაემსგავსა რაღაცა კიდევ უფრო ღარიბ ვერსიას რუსული პოლიტიკური სისტემის, ხო? ანუ შენ შესათავაზებელი რაიმე ასე ვთქვათ უკეთესი ალტერნატივის ხედვასაც ასე ვთქვათ ვერ ქმნი. შენ არ შეიძლება რომ ესაუბრო ვინმეს ოკუპირებულ ტერიტორიებში იმაზე, რომ მათი უფლებები იქნება დაცული სახელმწიფოში, სადაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებებს არღვევს მისი ხელისუფლება. თვალსაზრისით ჩვენ უფრო რეპრესიული კანონმდებლობაც კი გვაქვს, ვიდრე მათ აქვს არც ეკონომიკური, არც სამართლებრივი, არც ადამიანის უფლებების და არც პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს შენ ამ ხელისუფლების პირობებში ალტერნატივას ვერ ქმნი. მოდი ესე ვთქვათ, შენი სახლი უნდა გქონდეს მოწესრიგებული, რომ ამ სახლში ცხოვრება უნდოდეს სხვასაც. ნიკა გვარამია და სალომე სამანდაშვილი ქრონიკის კითხვებს არ პასუხობენ, თავის მართლებას კი სოციალურ ქსელში ცდილობენ. მმართველმა გუნდმა ოპოზიციის განცხადებები უკვე შეაფასა როგორც სახიფათო და მოღალატეობრივი. ქართველი ერს არც ომი უნდა და თან აფხაზეთის დაბრუნებაც უნდა და პოლიტიკოსის ამოცანა ეს ორი რამ გააერთიანოს და ისე იპოვნოს გამოსავალი. მე ამ საკითხშიც და სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც პოლიტიკოსის ფუნქცია სწორედ ეს მგონია. თან ამოცანა დასახოს, თან ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ბოლოს ასე გადაჭრას პრობლემა. პოლიტიკოსის ხელოვნება ამაშია. რუსკოცმედიას ჩემი ნათქვამი წარმატებული და ევროპული ქვეყანა რომ გახდება საქართველო, მაშინ გვექნება რეალური შანსი მშვიდობიანად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები მოღალატეობრივ განცხადებად შეურაცხავს. ისე კი ცხადია, რომ ეს თემა ქოცებისთვის მძიმეა, ხშირად და ბევრი უნდა ვისაუბროთ ამაზე, როგორ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. მოვისმენთ მოღალატეობრივი და ანტიქართული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი ამ პრობლემის და გამოწვევის დაძლევა შეუძლებელია და კიდევ უფრო მტრული და მოღალატეობრივი იყო ნარატივი, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ესე იგი აფხაზებისთვის საქართველოს კიდევ უფრო საშიშია ვიდრე დღეს რუსეთი. ვერ წარმომიდგენია, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც ამ ტიპის შედარებებს აკეთებ. რატომ უნდა შემოიტანო ფაშინიანის кейსი, ფაშინიანის აღფრთოვანება იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის ძვირფასი. აგენტის ბედი ასეთია. დავალება არის წამოსული და ნელ-ნელა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეაპარონ აღნიშნული მესიჯი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ აღნიშნული ტერიტორიები. ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის მოღალატეობრივი, მტრული განცხადებები და მცდელობა იმისა, რომ ისტორია დაამახიჯა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ პირველი ეს არის ისტორიის შეგნებული გაყალბება, და როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველოს მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, რომ თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები და თურმე აფხაზეთი არის რუსეთი. და მეორე, ეს არის ანტიქართული და უფრო მეტ ანტიევროპული განცხადება, იმიტომ რომ ამით საზოგადოება
მშენებლობას აჩვევენ იმ აზრს, რომ შენ თუ გინდა დასავლეთისკენ სვლა, თუ გინდა რომ იქ ხალიჩები დაგიგონ, ხელი ჩამოგართვან, შენ უნდა დაივიწყო აფაზეთი, შენი ოკუპირებული რეგიონები უნდა დაივიწყო და საერთოდ უნდა ჩააბარო ისტორიას. ეს ტრავმული მეხსიერება კი არ არის, ეს არის ჩვენი სამშობლო. ჩვენი სამშობლოს ნაწილი. ეხლა რაც შეეხება ყარაბაღთან მის შედარებას. ყარაბაღი არის და იყო ოფიციალური ტერიტორია აზერბაიჯანისა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჰქონდა ნაცნობი როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია. ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაც აქვს ნაცნობი და საერთაშორისო ერთი-ორი გამონაკლისი ქვეყნის გარდა საერთაშორისო საზოგადოება ასეცნობს. აი როგორ შეიძლება ამის ერთმანეთთან შედარება? ხო და მე მინდა აქედან უპასუხო მათ ამ საწოდავებს, იმიტომ რომ სხვა სიტყვას ვერ პოულობ. ტრავმული მეხსიერება კი არ არის. ჩვენი სამშობლოა და მისი ნაწილია. თქვენ უსამშობლოებო მართლა რა, აი როგორ შეიძლება ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი? მთელი უსამშობლოთა ესე იგი კოჰორტა ამუშავეს აი ამ უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ ქართველებს ამას ჩვენი სამშობლოს ტერიტორიას თავიდან ვერავინ ვერ ამოუშლის. ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. განიხილეს რეგიონების განვითარების მიმართულებით შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების შეფასებასა და პრობლემების სწრაფი გადაჭრის გზებს. ილაპარაკეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და მათზე მორგებული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების საშუალებებზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება. რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5%-ით შეადგინა, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით 44.4% შეადგინა. პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო, მეორეზე აზერბაიჯანი, ხოლო მესამეზე თურქეთი. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი, ხოლო მესამეზე ვაჭრობა. 291 მილიონ დოლარს გადააჭარბა პირველი კვარტლის მაჩვენებელი 2026 წლისა, ხოლო გასული წლის 2025 წლის მაჩვენებელი 1.9 მილიარდ დოლარზე მაღალია, გაიზარდა წინა წლების მაჩვენებელიც და ბოლო 4 წლის საშუალო მაჩვენებელი 1.955 მილიონ დოლარზე მაღალია. საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისათვის, ინვესტორებისათვის და ბუნებრივია ეს კონვერტირდება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მიზანია რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რათა უზრუნველყოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში, უზრუნველყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დონის შენარჩუნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა, ამოღებულია მეთადონი და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთკიცებად ამოვიღეთ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გაცემის ფაქტები. მოწმემ კვლავ დაადასტურა უშუალოდ მოთხოვნის მიღების გადაცემის ფაქტები. ქრთამის ადგილ ასევე ლოკაცია იყო უცვლელი. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს არც ერთი დოკუმენტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში თავს არ წარუდგენიათ. ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ორივე ბიზნესმენი სხვადასხვა საქმიანობას და სხვადასხვა სფეროში იყო, თუმცა გარკვეული საჭიროებიდან გამომდინარე დადგა მათი საქმიანობის კუთხით საჭიროება, რომ კომუნიკაცია ქონოდა
ზოგადად რომეო მიქაუტაძესთან. რომეო მიქაუტაძის მხრიდან ეს საკითხი ცნობილი იყო გრიგოლ ლილუაშვილისათვის და გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან მოხდა მოთხოვნა კონკრეტული თანხით. ეს შეიფუთა სახელმწიფო ინტერესად, თუმცა ცხადზე ცხადი იყო ყველასათვის, რომ ეს სახელმწიფო ინტერესის მატარებელი არ იქნებოდა. მიღებული თანხა უშუალოდ რომეო მიქაუტაძის მიერ გადაეცა ბრალდებულს. თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 9 მილიონი ლარი გამოიყო განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. განკარგულების მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტს 500,000 ლარი ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყო. თანხა სალიკვიდაციო სამუშაოს მეორე ეტაპს მოხმარდება. პირველ ფაზები გაიარა მთავრობის კოორდინაციით წარმატებით და ის ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. შემდეგ ეტაპზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 9 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება როგორც სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებას, ასევე დაზიანებული სტიქიით დაზიანებული სკვერების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო სახარსაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული თანხა მოხმარდება თელავის ხევის მიმდებარე დაზიანებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად საპროექტო სამუშაოების შეძენად, ესენია გზები, სკვერები და გარეგანათებები, ასევე სტიქია მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, მოხმარდება თანხა პროექტირება მშენებლობას სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მაგისტრალის გამანაწილებელი ქსელის აღდგენას. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება მაქსიმალურად სწრაფად იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას დაუბრუნოთ ინფრასტრუქტურა სრულყოფილად, რაც შეიძლება უმოკლეს დროში. ამჟამად სრულად გამწმენდილია ღვარცობის დამჭერი დამბები, ასევე მონაკვეთი, ხევის მონაკვეთი ქალაქ თელავამდე, მიმდინარეობს ბოლო 700 მეტრიანი მონაკვეთის მდინარე ალაზნის შესართავამდე გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, როგორიც არის გაბიონის კედლების მოწყობა და ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელება. გაწმენდითი სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ უკვე დეპარტამენტის მიერ იგეგმება თელავის ხევის კალაპოტის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის დამბების რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია. კახეთის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სოფელ ნანიანში ბაღი 50 ბავშვისთვის შენდება, საგარეჯოში კი 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში პროექტის თავდაპირველი კონტრაქტი შეწყვეტილია, გამოვლინდა ხარვეზი, მშენებლო კომპანიას მათი დროულად აღმოფხვრა დაევალა. დავათვალიერეთ მშენებარე ბაღები, რომელიც ფაქტობრივად უკვე დასრულებულია ნანიანში და საგარეჯოში. არის გარკვეული ხარვეზები, კონტრაქტორ კომპანიას მიეცა მითითება და უახლოეს მომავალში გამოსწორებული იქნება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მდგომარეობა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჩვენი რეგიონისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და უკვე არსებულის რეაბილიტაციას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ცხოვრების ხარისხის დონეს და პირობებს. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით იმერეთის მხარეში საჯარო უწყებებში 140 ვაკანსია ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე შეუძლიათ. ანდრია ვასაძე, ვლადიმერ ფრანგიშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხუიაშვილი წარმატებული ქართველი მოსწავლეები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. საქართველომ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, ასევე ოლიმპიადის საპატიო სიგელები მოიპოვა. ეს არის ყველაზე რთული ოლიმპიადა, რაც კიტარდება ინფორმატიკაში. ეს ოლიმპიადა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიადაა, რადგან უკვე 3 წელია ვემზადები და წელს ავიღე ბრინჯაოს მედალი, რაც წინა წლის შედეგი გავაუმჯობესე. ნაკრები წარმოდგენილი იყო 4 მოსწავლით და 2 მათგანმა მოიპოვა მედლები. დანარჩენმა 2 მონაწილემ ასევე დაიმსახურეს საპატიო დიპლომები. ყველა წარმატება, რაც ამ ოლიმპიადაზე მოიპოვება, არის ძალიან პრესტიჟული და ძალიან საამაყო. წელს მართლაც თვალსაჩინო შედეგი გვაქვს და არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართულმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და სულ ახლახანს ჩატარდა 38 ტრადიციული საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკის მიმართულებით, სადაც კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ სასწავლო პროცესს და იმ განათლების დონეს, რომელსაც ქართული საგანმანათლებლო სექტორი აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს.
სახალხო დღესასწაული ლაილაშობა 2026 ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო. მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკეს 1924 წლის აჯანყების გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც სტუმრებთან ერთად ლაილაშის ისტორიული ცენტრი დაათვალიერეს. ლაილაშის ისტორიულ ბულვარში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მარნების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ლეჩხუმური თონე და ტრადიციული კულინარია. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფოტოარქივს, ეთნოგრაფიულ ნივთებსა და ლეჩხუმელი მხატვრების ნამუშევრებს. დღესასწაული საზეიმო კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. სოფელი ლაილაში არის თანამეგობრობის ცენტრი 4 ერის, ქართველთა, ებრაელთა, ბერძენთა და სომეხთა თანაცხოვრების კერა. დღევანდელ დღეს გვესტუმრენ სტუმრები ისრაელიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ულოცავ ლაილაშ ამ დიდებულ დღეს, ულოცავ ყველას, ულოცავ ქართველებს, ულოცავ ებრაელებს, სომხებს და მიხარია რომ დღეს აქა ვარ. მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაში გაიმართა საერთო სახალხო დღესასწაული ლაილაშობა 2026, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც მუნიციპალიტეტის მკვიდრმა მოსახლეობამ, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო. მანამდე კუშნერი ეგვიპტეში ჰამასის დელეგაციას შეხვდა. ისრაელის მედია წერს, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ცდილობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაზე იერიშების შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის პირობის შესრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ამერიკასა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა და არაბიას ცნობით მხარეების 60 დღით შეთანხმების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ვაშინგტონსა და თეირანს არ დაუდასტურებია. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანთან კონფლიქტში ამერიკის მთავარი მიზანია, რომ მას ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. ტელეგრაფის ცნობით რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვება შეძლებს. ტელეგრაფის ჟურნალისტებმა 10 ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს. პარალელურად ბილდი წერს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ ფლოტის თანამედროვე სამხედრო გემი ბალტიის ზღვაში გაიყვანა, საიდანაც მას ევროპის ქვეყნების მიმართულებით რაკეტების გაშვება შეუძლია. დასავლური მედიის ცნობით უკრაინის მოსახლეობა 1991 წლის შემდეგ 45%-ით შემცირდა. მოსახლეობის თითქმის განახევრების ძირითად მიზეზად უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი სახელდება. ოკუპანტის აგრესიის გამო ქვეყანა 7 მილიონმა ადამიანმა დატოვა. უკრაინას ყოველთვე 100-დან 150,000-მდე ადამიანი ტოვებს. ეს ბოლო ინფორმაცია იყო. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 20 საათზე დაბრუნდება. ნახვამდის.